გამარჯობათ. ამ ვიდეოში გასწავლთ როგორ შეიძლება დავამატოთ UCOS ვებგვერდზე სიახლეების რაოდენობა, ანუ როდესაც ჩვენ UCOS ვებგვერდს ვქნით, დავამატებთ სიახლეებს. სტანდარტულად მას თავის გვერდზე არის 10 სიახლე, ანუ სიახლეების გვერდზე მხოლოდ არის 10 სიახლე და მე-11 სიახლეზე უკვე აქ არის გვერდების გამართველი. ამ ვიდეოში გასწავლთ როგორ შეიძლება დავამატოთ რამდენიმე სიახლე, ისე რომ ამ შემთხვევაში აქ არის 10 სიახლე, როგორც ხედავთ. და გამოსცეთ ჩვენ სასურველი რაოდენობის სიახლეები. კარგი, პირველ რიგში შევიდეთ სამართა პანელში, შემდეგ site news, module settings. და აქ გვაქვს number of entries on the main page. აქ გვაქვს ასევე 10, ანუ ეს გვაჩვენებს იმას, რომ მხოლოდ გამოჩნდეს 10 სიახლე, ანუ მე-11 სიახლის ამატების შემდეგ გამოჩნდება გვერდების განმართველი. კარგი, ჩვენ გადავიყვანოთ შესასვლელ რაოდენობაზე. უმეტესი არის 50. მოდი ავირჩიოთ მაგალითად 15. დავიჭროთ save. აქ მოდი დავიწყოთ მაინც რამდენია 1 2 6 7 8 9 10. მოდი განვაახლოთ ახლა გვერდი. და ნახოთ რამდენი სიახლეები გამოჩნდება. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 და 15. მოგეთ როგორც აქ 15 სიახლე გამოჩნდა და თქვენ სრულიზია რამდენს დააყენებთ აქ. მოგეთ ვიდეო დასრულებულია. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. აქ ვებგვერდზე ჩვენ გვაქვს ასევე UCOS განყოფილება, სადაც არის 2 ვიდეო გადაღებული. როგორ შეიძლება UCOS ვებგვერდის შექმნა, ასევე დიზაინის მორგება, პლეიერის და შეგნო ყველაფერი არის ნაჩვენები. მოგეთ ეს ვიდეო კურსები დასრულებულია. ნახვამდის.